მე მგონი ვართ უკვე ეთერში. კარგით. ვიმედოვნებთ, რომ ამ პლატფორმის საშუალებით ჩვენ გვისმენთ მშობლები ყველა კუთხიდან, საქართველოს ყველა კუთხიდან. მათთვის მეტად საინტერესო ინფორმაციას იღებენ, რა ძალიან კარგია და საღამოშვიდობის ძვირფასო მსმენელებო, მშობლებო, კიდევ ერთხელ შევხვდით ჩვენ და კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მეტად საჭირო საკითხზე გვაქვს დღეს საუბარი. დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელი გვყავს დღეს ჩვენ და ამ ორგანიზაციას და მისი მეგობარი ექიმების ჯგუფს ხშირად აქვს ხოლმე წარდგინება საზოგადოებასთან. აშუქებენ ამა თუ იმ საკითხებს. არა მარტო ძალიან დიდი ბოდიში არ არის ვერ ჩაგერჩერით საუბარში, მაგრამ არ არის ჯერ დაწყებული ძალიან. კარგით. ისევ პრობლემა შეიქმნა უკაცრავ. კარგით. და სოფიო ეხლავე დაგვეხმარება. კარგით. ჩვენც მოგდის ხოლმე სხვათა შორის ლაივებზე რაღაც ხარვიზები არის. გამარჯობა ეხლავე. გამარჯობა. დაფო სალამი. ეხლავე გიშველით ეხლავე. კი ბატონო. დიმიტრი მან ის შეხვედრა გვერდ. კიდე. მოდი გასკიყუროთ. ჯერ არ არის ლაი. მე მგონი ვართ ხო? თუ შეგვიძლია დავიწყოთ, მე მგონი ვართ უკვე. კეთილი. ესე იგი, რა მინდა რომ გითხრათ, რომ ვიმედოვნებთ, რომ ამ პლატფორმის საშუალებით ჩვენ გვისმენს ბევრი მშობელი საქართველოს მრავალი კუთხიდან და მათთვის ბევრ საინტერესო ინფორმაციას იღებენ. ამიტომ საღამომშვიდობისა ძვირფასი მსმენელებო, ძვირფასო მსმენელებო და მშობლებო, კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ძალიან საჭირო საკითხზე გვაქვს დღეს შეხვედრა. და ჩვენ სტუმრად გვყავს დღეს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელი და ამ ორგანიზაციას და მის მეგობარ ექიმების ჯგუფს, რახან სამედიცინო ლაივი გვაქვს, ხშირად აქვს წარდგინება თვითონ საზოგადოებასთან და სამედიცინო პრობლემების გაშუქება. და არა მარტო სამედიცინო პრობლემებს აშუქებენ, არამედ ბევრ სოციალურ პრობლემას, უამრავ სოციალურ საჭიროებას, რითაც უადვილებენ შემდგომ მშობლებს და ბავშვებს უყალავენ გზას. და სწორედ დღეს ჩვენ მასპინძელს მაგ ჯორჯიას სტუმრად ყავს ქალბატონი რუსუდა მღებრიშვილი, რომელიც დაუნის სინდრომის ასოციაციის ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელია, რომელიც ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრებს. ახალ ამბებსაც მოგვახსენებს, რაც ამ თვეში მოხდა და გაგვახსენებს კიდე რა იყო მნიშვნელოვანი. და სანამ სიტყვას გადმოგცემთ ქალბატონ რუსუდან, ერთად გავიხსენოთ ის ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობა, რომ ანონსად გავუშვათ დღესაც გვექნება საუბარი, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ხოლმე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში. ვიცით ყველა მისი ეს არის გულის პათოლოგიები, მხედველობის პრობლემები, სმენის დაქვეითება, ხშირი ინფექციები და განსაკუთრებით ხომ ზემო სასუნთქი გზების ჰიპოთირეოზი, ჰიპოტონია, რაც კუნთების დაბალ ტონუსს ნიშნავს, გახსოვთ ალბათ მშობლებო, ხერხემლისა და ნაწილთან დაკავშირებული ზურგის და კისრის პრობლემები,
ძალიან მნიშვნელოვანი სისხლის პრობლემები, როგორც არის თეთრი, ასევე წითელი უჯრედების დაავადებები და ნაკლებობა და ძილის ობსტრუქციული აპნოე, რაც ძალიან აწუხებს ჩვენ ბავშვებს. და რახან ყველაფერს ვერ მოვასწრებთ ქავტორუსუდან მოდით ახლა ამ დაახლოებით ალბათ თქვენი მიმოხილვის მერე ამ ორ პრობლემაზე ვისაუბრებთ და თუ რამეს კიდე მოვასწრებთ და კითხვებით შემოვა დიდი სიამოვნებით ეთერს დაგითმოთ. ასე რომ კიდევ ერთხელ წარგადგენთ, ძალიან დიდი მადლობა რომ დავთანხმდით და შეხვდებით ჩვენ მშობლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას და გისმენთ ყურადღებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ყველას, მსმენელს, მაყურებელს და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ნამდვილად, ვინაიდან ყველას მოგეხსენება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და დასრულებს აქვთ თანმხლები ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად, რომელთა რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, ხომ? და ძალიან მნიშვნელოვანი არის დროული დიაგნოსტიკა და დროული გამოვლენა იმ პრობლემებისა, იმ დაავადებებისა, რაც თან ახლავს, ან შეიძლება თან დაერთოს სინდრომს, ხო? შემდგომ, დიახ. თუ თქვენს ნებართვით მოკლე მიმოხილვას გავაკეთებდი ჯანმრთელობის მეთვალყურეობაზე, ბევრმა მშობლებმა იცის, მაგრამ შეიძლება არიან ახალი მშობლები, რომელთაც არ აქვთ ეს ინფორმაცია. 2011 წელს ამერიკის პედიატრიის აკადემიამ შექმნა პირველად ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის გაიდლაინი. ჩვენ საქართველოში, აი ქალბატონი ნანა რურუა იყო, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩვენმა ასოციაციამ პირველად ეს გაიდლაინი გადმოთარგმნა, ანუ ქართულად და შეიქმნა პროტოკოლი, მოკლე პროტოკოლი, იმიტომ რომ გაიდლაინი მოგეხსენება ძალიან ვრცელია, სადაც კონკრეტულად იყო გაწერილი და ახლაც არის რა ვადაზე, რა ასაკში, რა კვლევა თუ კონსულტაცია უნდა ჩაუტარდეს ბავშვს და მოზარდს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, გამაუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხელი შეუწყოთ ჯანმრთელობას. აქვე უნდა დავზინო, რომ სამწუხაროდ გავრცელების პრობლემა, აი ჯანმრთელობის სპეციფიური მართვისა ნამდვილად იყო და დღემდე რჩება, ვინაიდან აი განსაკუთრებით რეგიონებში არის ხოლმე შემთხვევები და იყო რომ არ ფლობენ ინფორმაციას როგორია დაუნის სინდრომის მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა მეთვალყურეობა სჭირდება. 2022 წელს ამერიკის პედიატრიის აკადემიამ განაახლა მთელი ეს გაიდლაინი და მთელი ამ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, კვლევები, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად ერთად შეჯამდა, რეზუმირდა და შევიდა ცვლილებები. ვერ ვიტყვი რომ რადიკალურად განსხვავებული ცვლილებაა, მაგრამ უფრო ასე ვთქვათ, კარგად იყო შესწავლილი მთელი რიგი საკითხებსა, მათ შორის რაც თქვენ ბრძანეთ, რკინის დეფიციტი დაუნის სინდრომის მქონე პირებში, რომელზეც უზარმაზარი კვლევა ჩატარდა ამერიკაში და ესეც შევიდა ესეთ დიდ ფართო ნაწილი ამ საკითხის ამ გაიდლაინში და ჩვენ, რა თქმა უნდა, ფეხდაფეხ მივყვებით საერთაშორისო გამოცდილებას ამერიკის პედიატრიის აკადემიას და აღნიშნული გაიდლაინიც ითარგმნა, ექიმთა ჯგუფი შეიკრიბა, ყველა სხვადასხვა პროფილის ექიმები, რა თქმა უნდა, იყვნენ ჩართულები, ვინც ძირითადად ჩვენ ბავშვებთან, ვისაც აქვს ყველაზე ხშირი კონტაქტი და ის სპეციალისტები, ვინც ყველაზე ხშირად სჭირდება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და ქართული ვარიანტი შეიქმნა და პროტოკოლიც უკვე წარდგენილია ჯანდაცვის სამინისტროში დასამტკიცებლად და ჩვენ უკვე ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა სამედიცინო სექტორთან, რათა მიგვეწოდებინა განახლებული ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით და აქაც დავამატებდი თქვენის ნებართვით თუ შეიძლება, რომ კონფერენცია მოგეხსენებათ, თქვენ ბრძანდებოდით და მადლობა ამისთვის დიდი. პირველად მოხდა საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გავაცანით კოლეგებს ახალი გაიდლაინი. მოგეხსენება ჩართულები იყვნენ ამერიკელი ექსპერტები, ის პირები, ვინც გაიდლაინის ავტორები და თანაავტორები არიან
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასრულთა გაიდლაინი და პროტოკოლი ხო არ არსებობდა ზოგადად მარტო საქართველოში, არა მსოფლიოში არ იყო ასე თქვა შექმნილი და 2020 წელს გლობალური ფონდის დახმარებით შეიქმნა ის გაიდლაინი და ჩვენ ერთ პროტოკოლში მოვაქციეთ როგორც ბავშვები, ასევე დასრულები. და იმედი მაქვს რომ უმოკლეს ვადაში დამტკიცდება და ჩვენ ვაგრძელებთ ეხლა უკვე რეგიონებში გვექნება შეხვედრები, რათა მაქსიმალურად მეტ ექიმს მივაწოდოთ ინფორმაცია და გაუმარტივოთ სამუშაო, ვინაიდან ექიმები ძალიან რთულ რეჟიმში მუშაობენ და ყოველთვის შეიძლება არ ქონდეთ დრო უზარმაზარი დოკუმენტაციას და კვლევებს გაეცნონ, ხო? ხომ ასეა. კი, ესე თქვენი დიდი გუნდის და თქვენი მეგობარი ექიმების ასეთი მხარდაჭერა, იმიტომ რომ მართლა უზარმაზარი საქმეს აკეთებთ და არაერთხელ გქმულა ესა და აღარ გამეორდები და ეს კიდე ხა როგორც ვიცი ითარგმნა კიდევაც რამდენიმე ორ ენაზე მგონი, ხო თუ არ ვცდები და იმიტომ რომ ყოველთვის მართლა რეგიონებში უჭირთ განსაკუთრებით უჭირთ ჩვენ კოლეგებს რა ვთქვათ მარნეულის გარდაბანის ცხოვრობებს რომელთანაც გვაქვს ხშირად მეც პიროვნულად მაქვს შეხება სინდრომის მქონე ბავშვებთან და აი ნამდვილად არ აქვს საშუალება რომ ექიმებს რა როგორ საიდან დაგეგმონ და მართლა შეეძიებენ და სასიხარულო იქნება რომ ეს იქნება უკვე მალე დამტკიცებული, მაგრამ ეს ძველი არსებული კაპტოროსიდან არის ჩვენ გვერდზე, სამედიცინო გვერდზე და თუ არ შეწუხდებით რომ მიუთითოთ მაინც როგორ შეიძლება მისი ნახვა ჩვეულებრივი, ესე იგი, სინდრომის მქონე ბავშვის მშობლისთვის, თუ არის მისაწვდომი, თუ რადგან სამედიცინო საიტია, მაინც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს. კეთილი. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ატვირთულია ძველი პროტოკოლი, რომელიც პრაქტიკულად ვადაგასულია მოგეხსენებათ გაიდლაინებს და პროტოკოლებს 2-3 წელიწადში ერთხელ გადახედვა სჭირდება, მაგრამ ის არის ატვირთული და რა თქმა უნდა, ყველა მსურველს შეუძლიათ ჩვეულებრივ შევიდეს ვებგვერდზე, გახსნას და მოიძიოს. თუმცა ჩვენ მოგეხსენებათ გვაქვს მშობელთა კლუბი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობელთა კლუბი, სადაც 1000-მდე მშობელს ვაერთიანებთ, ჩვენ ყველანი მოგეხსენებათ მშობლები ვართ, ორგანიზაციის დამფუძნებლები პირველ რიგში და შესაბამისად ყოველთვის ზრუნავთ და ვფიქრობთ მშობლებს როგორ მივაწოდოთ მაქსიმალურად ინფორმაცია და გავაძლიეროთ ერთმანეთი და მშობლებს ვუზიარებ ხოლმე ახლა ზუსტად ამას წინა თქონდა გაზიარებული მშობლებისთვის თქვენ როგორც ბრძანეთ აი აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე ჩვენ შევქმნით გადავთარგმნეთ მშობელთა გზამკვლები გავამარტივეთ ვინაიდან არის უამრავი ტერმინოლოგია, რასაც არც უნდა იცოდნენ მშობლებმა ხან ნამდვილად ხომ და არის რაღაცა სიტყვები, მდგომარეობები, რომლის გამარტივებაც დასურათებული, გამარტივებული ვერსია შექმნილია და მე რა თქმა უნდა ყველა შემიძლია გავუზიარო ჩვენს კლუბშიც, მეილზეც ხოლო რაც შეეხება ახალი პროტოკოლი დამტკიცდება თუ რა ისევე საიტზე აიტვირთება და ეს უფრო ექიმებისთვის ვინაიდან სხვათა შორის შამშობელთა კონფერენციაზე თვითონ მშობლების თხოვნა იყო, რომ იცით, აი ეს ცხრილი, რომელიც თანდებს პროტოკოლს, ცოტა რთული გასაგებია ჩვენთვისო და ჩვენ რომ მარტივად გავიგოთ რაღაცა გამარტივებული გზამკვლევი რომ შეიქმნოს და რა თქმა უნდა შევქმენით და ყველას მივაწოდებთ ამ ინფორმაციას, ხო? და დოკუმენტაციას. მშობლებს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში თქვენ ესე იგი საიტებზე, ესე იგი ასოციაციის და მშობლების როგორ მშობელთა კლუბი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობელთა კლუბი. დიახ, იქ შეიძლება რომ მოიძიონ მშობლებმა, დაინტერესებულმა მშობლებმა და ნუ მედიკებმა უკვე ასე თუ ისე ვიცით და მართლა ძალიან დიდი ესეთი შეხვედრა იყო, ძალიან საინტერესო იყო რისთვისაც მთელ ორგანიზაციას მადლობას გიხდით. მართლა გავიცანით ჩვენი უცხოელი კოლეგები, ახალი ვარიანტები, დასრულების პრობლემები, რაც შეიძლება ვთქვათ ბავშვებს ჰქონდათ და ძალიან ფრიად საინტერესო იყო. რაღაცებს არ ველოდი მართალი გითხრათ და უცხო იყო ჩემთვის, რაღაც ალბათ ნაცნობი და მართლა ესეთი კარგი საქმე გააკეთეთ და დიდი საქმე გააკეთეთ, რაც ყველა ორგანიზაციას არ ძალუძს.
კარგით, მადლობა ამისთვის. კიდე თუ რამე გაქვს პირიქით, სიახლე კი თუ არა? ბატონო, თუ შეიძლება დავამატებდი, ანუ თუ მოკლედ ხო არ მესაუბრა იმ ცვლილებებზე, რაც ახალ გაიდლაინში შევიდა. დიახ, კი, რა თქმა უნდა. შეიძლება. ესე იგი, 2015 წლის პროტოკოლში იყო ძირითადი ყველა საკითხი იყო მოცული, მაგრამ ახალში პირველ რიგში სტატისტიკა, ანუ დაავადებებისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა შეიცვალა და პირველ ადგილზე არის მხედველობის პრობლემა, შემდეგ მოდის სმენის პრობლემა და ძილის ობსტრუქციული აპნოე, როგორც თქვენ ბძანეთ, 80%-მდეა, 80%-ში არის და შემდეგ უკვე ქვემოთ მოდის ფარისებრი ჯირკვალი, გულის ვანკი, დერმატოლოგიური კანის პრობლემები, სეზათასდ გიგზების ინფექციები და ასე შემდეგ. აქვე მინდა ყველა მშობელს მივმართო, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ყველა ის დაავადება, რაც ჩამოთვლილია პროტოკოლში და გაიდლაინში, აუცილებლად უნდა განვითარდეს, რა თქმა უნდა არა, უბრალოდ განვითარების მაღალი ალბათობა გვაქვს და ამიტომაც არის პროტოკოლში მოწოდებული და გაიდლაინში, რომ მუდმივად, ყოველწლიურად არის კონკრეტული კვლევები, რაც სულ უნდა ვაკეთოთ. აი, პირველი ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, ბავშვი დაბადებისას აუცილებლად ბავშვს უნდა ჩაუტარდეს გულის კარდიოეკოსკოპია, რათა გამოირიცხოს გულის პათოლოგია. ნუ პირველ თვეს მაინც სამწუხაროდ არაერთი შემთხვევა გქონდა, როცა დაგვიანებით აღმოჩენილა გულის მანკი, იმიტომ რომ გაიდლაინში ხაზგასმით არის გვეუბნებიან, რომ შეიძლება, აი მარტივენით რო ვთქვათ, შეიძლება გასინჯვით ექიმმა მოსმენით ვერ მოისმინოს დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად ჩუილი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არის თუ არა რაიმე ნიშანი და სიმპტომატიკა, რომ გულის პათოლოგია თან ახლავს ბავშვს, უნდა გაკეთდეს გულის კარდიოეკოსკოპია აუცილებლად, ხო? და შემდეგ უკვე 6 თვეზე ერთ წელიწადის მანძილზე კიდევ ერთხელ გადამოწმდება და მერე უკვე თვითონ კარდიოლოგი წყვეტს, რა სიხშირით უნდა დაიბაროს თავისი პაციენტი მონიტორინგზე. ეს პირველი, აი TSA, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის განსაზღვრა, აი TSH, ამ თირეოდმასტირებული ჰორმონის განსაზღვრა ხდება 6 თვეზე და შემდეგ უკვე ყოველწლიურად, აუცილებლად ყოველწლიურად ხდება, როგორც ძველი გაიდლაინის მიხედვით, ასევე ახალ გაიდლაინშიც ისევეა მოწოდებული, რომ TSH, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ეს ჰორმონი ყოველწლიურად უნდა გაისინჯოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დაემატა, თავიდან მქონდა, რომ ჰემოგლობინს საზღვრავდით ყოველწლიურად, ასევე რკინაც იყო მითითებული, მაგრამ ეხლა მკაცრი რეკომენდაცია, ვინაიდან კვლევებმა დაადასტურა, რომ რკინადეფიციტური ანემია ფარულად ასე მიმდინარეობს და შეიძლება სისხლის საერთო ანალიზში ჩვენ ვნახოთ, რომ ჰემოგლობინი არის ნორმის ფარგლებში, ყველაფერი რიგზეა, კი ბატონო, მაგრამ იყოს რკინის დეფიციტი და ამიტომ მოგვიწოდეს ასეთი კომბინაცია კვლევებისა. უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი აუცილებლად, უნდა ჩატარდეს C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა და მესამე რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ფერიტინი, ან მეორე კომბინაცია სისხლის საერთო რკინის შეკავშირების უნარი, რომელიც ყველგან არ კეთდება და ამიტომ პირველი ვარიანტი ყველაზე ისეთია და შრატში რკინა. ეს იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ და ვნახოთ რა გამოგვეპაროს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ეს ანემია და ანემია უამრავ პრობლემას იწვევს. აი მოგეხსენებათ ჩვენთან ჩართული რომ იყო ბატონი ბრაიან სკოტკო, რომელიც არის გენეტიკოსი და ბავშვთა სამეცნიერო მეთოდოლოგიის გაიდლაინში ერთ-ერთი თანაავტორი, ის სულ გვახსენებს და მოუწოდებს ყველას, რომ თუ კი არის ქცევითი დარღვევები, თუ კი არის ძილის პრობლემები, პირველი ნახოთ ხომ არ არის რკინის დეფიციტი და შემდეგ უკვე გადავიდეთ, აპნოე გამოვრიცხოთ და მერე უკვე თვითონ ქცევის თავისებურებები და ქცევის მართვაზე მერე მიმართოთ ქცევის თერაპევტს, ხო? აი რა კარგია რომ ეს ახსენეთ, იმიტომ რომ ეხა მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვისმენენ არა მარტო ეხა თქვათ დაუნის სინდრომის
მქონე ბავშვების მშობლები, არამედ განვითარების შეფერხებითაც და ძალიან ხშირად ყველასთვის გაჟღერებ მნიშვნელოვანია ხოლმე რკინის დეფიციტი, დიახ, დიახ. ამ პლატფორმიდან თუ ინდივიდუალურ შეხვედრებიდან, რომ ძალიან წამყვანია განვითარების შეფერხებაში ძვირფასი მშობლებო, აი ეს ფერი ტინის და რკინის დონის დაკლება პირდაპირ ასოცირდება ზოგ შემთხვევაში დამეწუნებით თქვენს ქცევასთან. ამიტომ იცით, რა თქმა უნდა, სულ ვიძახით, რომ თერაპიები, ეს მიდგომა სხვადასხვანაირი ტიპის დაგეგმვა, მაგრამ აი მცირედი წვლილი შეიძლება ახლა რაღაცა ვთქვათ განვითარების სპეციალისტისთვის მცირედი წვლილი, მაგრამ ჩვენთვის ექიმებისთვის დიდი ლომის წილი ალბათ არის ის, რომ აი რაღაცა შეიძლება იყოს რაღაცის დეფიციტი და ამ შემთხვევაში რაც თქვენ ბრძანეთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, მაპატიეთ დავამატებდი ხალხო იმ აი რაც ვინაიდან ახსენეთ თქვენ თერაპიები ხო სულ ვამბობ ხოლმე ამას ხშირად ვაჟღერებ, რომ იმისათვის რომ თერაპია იყოს ეფექტური, ხო ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობა ბავშვის, ხო? თუ ბავშვს აქვს ჰიპოთირეოზი და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, იმას უჭერს კონცენტრაცია ბუნებრივია, ხო? თუ აქვს ძილიანობისკენ მიდრეკილება, ვერ კონცენტრირდება და ეფექტურობა თერაპიისა იკლებს ბუნებრივია, იმიტომ კი არა რომ ბავშვს არ აქვს რესურსი ან უნარები რომ ჩაერთოს და განავითაროს თავისი უნარები, უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას აფერხებს. და ეს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მხედველობის პრობლემა აქვს, შეიძლება ბავშვი კომუნიკაციის სირთულე იყოს და ვერ გამოხატავდეს, რომ ვერ ხედავს რომელიმე ბარაც კარგად, ან სმენის პრობლემა იყოს და რეალურად ეს ძალიან აფერხებს განვითარების პროცესს დამეთანხმებით ალბათ, ხო? ხოლო კიდე დავამატებთ, რომ ძილის ობსტრუქციულ აპნოესთან დაკავშირებით ძველ გაიდლაინით მოწოდებული იყო, რომ ყველა ბავშვს 3 წლის ასაკში უნდა ჩატარებოდა ძილის კვლევა, ანუ პოლისომნოგრაფია. ახლა ეს მიდგომა შეიცვალა 3-დან 5 წლამდე ინტერვალში ყველას უნდა ჩაუტარდეს და აქვე გეტყვით, რომ სულ ერთ ბავშვს და 2 დასრულს აქვს ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული პოლისომნოგრაფიული კვლევა. შესაბამისად უამრავი ბავშვია კვლევის მიღმა დარჩენილი და პრაქტიკულად 80%-ში აპნოე გვაქვს და ეს არის სერიოზული პრობლემა. ახლა კითხვაც აინტერესებთ უკვე და ალბათ ისა სანამ თქვენ გეგმას გავყვებით რახან ახსენეთ. ხომ არ შეგიძლიათ გაშალოთ, რას მოიცავს ეს მდგომარეობა, თუ გნებავთ პირველით დავიწყოთ, თუ გნებავთ მეორეთი და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, წავიდეს აი ეს პრაქტიკული რჩევები, როგორ მოიქცეს თქვა სახლის პირობებში, რა კლინიკური გამოვლინება აქვს და რა დარასახის არის სწორედ ეხა შემოგვივიდა კითხვა, რა დარასახის აპნოე არსებობს, ამასაც გვეკითხებიან და თუ შეგიძლიათ აი ამაზე რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, ვიტყვი, ძილის ობსტრუქციული აპნოე არის ძილში სუნთქვის ეპიზოდური პერიოდული გაჩერება, რამდენიმე წამი, აი ყველა უმეტეს მშობელს ექნება ეს გამოცდილება მიღებული, როდესაც ბავშვს ძინავს შვიდად და უცბად რაღაც მომენტში ჩასუნთქვის პროცესი ჩერდება, რამდენიმე წამი. ხშირად შეიძლება ხრინვაც თანსდევდეს და ბავშვი იღებს მისთვის აი დამახასიათებელ პოზიციას, აუცილებლად წამოჯდება ან მუხლებზე გადაიტანს ტანს, ეს იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, გაინთავისუფლო საჰაერო გზები, ეს პოზიციის შეცვლა მას ეხმარება, რომ ჰაერის ნაკადი თავისუფლად ჩავიდეს და ამიტომ ძირითადად მჯდომარე პოზიცია აქვს ძილში. აი ესეთი მე არ მაქვს სამწუხაროდ ახლა პრეზენტაცია გახსნილი, იქ მაქვს ხოლმე ფოტოები, სხვათა შორის ის, რაც აპნოეს ზოგადად აპნოეს კვლევებშიც ფოტოებია მოწოდებული, ჩემი შვილის ფოტოც მაქვს დადებული ხოლმე გვერდით. აი ესე როგორ ჯდებიან და ასე სძინავთ, ხო? იმიტომ რომ შეიმსუბუქონ სუნთქვა. დაახლოებით სტატისტიკურად გითხარით, რომ დაახლოებით 85% კი. 80, ხო? გაზრდილა, იმიტომ რომ რაღაცა ნაკლები იყო წინა წლებში.
და რა საკიდან იწყება ქავტორუსუდან, როდიდან თქვათ გავაფრთხილოთ მშობლები ჩვენი მსმენელები, რომ ყურადღებით იყვნენ, თუმცა ამას არ გამორჩება, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც კარგია რომ იცოდნენ. კი ბატონო, ზოგადად მოწოდებულია გაიდლაინით, რომ 3 წლიდან უკვე ყურადღებით უნდა ვიყოთ. ნუ 3 წლამდე ვინაიდან პატარა არის, გვირჩევენ, რომ ვერც გამოვიკვლევთ 3 წლამდე, ცოტა რთულია. ყველას მინდა უთხრა, რომ პოლისომნოგრაფიული კვლევა ხშირად არის კითხვები, რომ როგორ ტარდება მტკივნეული, არ არის მტკივნეული, საჭიროებს თუ არა ანესთეზიას, არ საჭიროებს მეგობრებო ანესთეზიას, პოლისომნოგრაფიული კვლევა ეს არის უბრალოდ ბავშვს სტაციონარში, პალატაში ისეთი საძინებელია მოწყობილი, სადაც წევს და უმაგრდება სხვადასხვა ესე იგი მონიტორზე ხედავენ მე უკვე ექიმები, უმაგრდება ესეთი სამაგრები თავზე, კერძზე, ცხვირზე ესეთი კანულა, რომ დაფიქსირდეს ძილის პროცესი და სუნთქვის პროცესი. უბრალოდ ბავშვმა უნდა ჩაიძინოს და მთელი ეს ძილის პროცესი უნდა მონიტორზე აისახოს, ხო? ხო, ცოტა როგორც ვიცი და შემისწორებ თუ არასწორად ვიტყვი, ეს ესე იგი ამ თავის სენსორები თუ როგორც არის, ხო, დაკავშირებული მოიცავს ამ ხრინის ჩაწერას, სუნთქვას, გულისცემას, ჟანგბადის დონეც ისაზღვრება. ყველა პარამეტრი ისაზღვრება ნამდვილად. ეს სტადიებში ხდება ამის ისა დაფიქსირება, ხო? ხო, სწორია, ასეთია. კი ბატონო, ნამდვილად. აქვე დავამატებ, რომ ხო, რატო არის ასეთი საყურადღებო ძილის ობსტრუქციული აპნოე? ვინაიდან ჟანგბადი არ მიეწოდება ტვინს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც უნდა მიეწოდებოდეს, მოგეხსენება თავის ტვინისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი აქვს ჟანგბადს და შესაბამისად მრავალცვლილებას იწვევს, ძალიან ბევრ პათოლოგიას იწვევს, როდესაც არის ძილის აპნოე და ჟანგბადი არ მიეწოდება თავის ტვინს და არ ჯერდება და არის ჰიპოქსია. კი ვცდილობ ხომ ცოტა მარტივი ენით ვუთხრა მშობლებს და აი მეტყველების პრობლემა, მეხსიერების პრობლემა, ძილის პრობლემა აპნოეს შემთხვევაში ძალიან ხშირია, ქცევის დარღვევა ძალიან ხშირია, იმიტომ რომ ძილი აკლიათ ადამიანებს, ვისაც აქვს აპნოე. აი გამარტივებისთვისაც კიდე შემიძლია აი თქვა, რომ აი ჭარბწონიან ადამიანებსაც აქვთ აპნოე, როდესაც ნუ იქ უკვე ანატომიურად მიმდინარეობს ეს პროცესი, როცა კარგად ვერ სუნთქავენ და ხრინავენ და გაიდლაინში ასევე ჩვენ გვაქვს მოწოდებული, რომ ძილის აპნოე შეიძლება გამოწვეული იყოს ტონზილებით, ანუ როდესაც გლანდები არის გადიდებული და ადენოიდებით, როცა პოლიპები ცხვირში, ესე ვთქვათ, პოლიპები არის გადიდებული და ჰაერის ნაკადი ვერ გადის სასუნთქსებს, ხომ? და გვირჩევენ, რომ როდესაც ოტოლარინგოლოგი შეაფასებს ბავშვს, ნახავს იქ ადენოიდები და ტონზილები რა მდგომარეობაშია და არის თუ არა ამოსაღები, თუ კი ჩატარდა ოპერაცია, მერე კიდევ ერთხელ უნდა დავაკვირდეთ და გავაკეთოთ პოლისომნოგრაფია, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც უმჯობესდება სუნთქვა, ტონზილექტომიისა და ადენოიდებისა და ტონზილების ამოღების შემდეგ. და შეიძლება ხო. თუმცა შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ არის თქვათ სახის ძვლების მცირედი ანომალია, ხო? თქვათ ქვედაღბის ანატომიურად არის. ანატომიურად ეს უნდა კიდე ცხვირი ან ნაზოფარინქსი შეიძლება იყოს. რაღაცა თქვათ ანატომიური თქვათ ტრახეომალაცია, ხო, ნუ რაღაცა ისეთი შეცვლილი ორგანოების ზომები ან ესე იგი სანათურის სივიტროვე შეიძლება იყოს ჰიპოტონიაც, ხო, სწორია ქავტორუსუდან. შეიძლება იყოს, რომ ამ ოპერაცია არ იყოს წარმატებული, თუ მაინც რას გვეუბნებიან ქირურგები. იცით რა არის, თუ კი ტონზილექტომია გასაკეთებელია და ადენოიდექტომია, ის რა თქმა უნდა აუმჯობესებს მდგომარეობას, მაგრამ შეიძლება ძილის ობსტრუქციული აპნოე დარჩეს, ზუსტად ისე როგორც თქვენ ბრძანეთ, ვინაიდან დაუნისტრომის მქონე ბავშვებს აქვთ სახისვლების ანატომიის თავისებურება, ანუ ვიწრო არის პრაქტიკულად ყველა ღრუ, როგორც ბრძანეთ, ასევე ტრაქეიზომაც და აბსოლუტურად განსხვავებულია და ეს ხელს უწყობს იმას, რომ ჟანგბადი, ჰაერის ნაკადი ვერ ჩაედინება ფილტვებში ისე როგორც უნდა ხდებოდეს, ხომ? და მე ვფიქრობ, ეს არის აი ჩვენი მსმენელი მათ კიდევ გვისვაკითხვა, რომ მე ვფიქრობ, ეს არის განსხვავება, რომ ეს არის აი მექანიკური ობსტრუქციული მიზეზი და განსხვავდება ცენტრალური აპნოესაგან, რომელიც არის რაღაცა თავის ტვინის ტვინიდან წამოსული, ხო? წამოსული აპნოე, ხო, სწორია.
კი ბატონო, ის ძირითადად ასე ის სხვა რამეა, რო ახოლმეა. არ შევაშინოთ, ხო, ჩვენი კი ბატონო, არა, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აი ანატომიური თავისებურება განსაზღვრავს ძირითად შემთხვევაში სწორედ აი ამ პროცესს, ხო, რომ ჰაერის ნაკადს უჭერს და სულ ვეუბნები ხოლმე მშობლებს, რომ დავაკვირდეთ, იმიტომ რომ მოგეხსენება თუ ვირუსული ინფექცია შეხვდა ბავშვს და ადენოიდები შეშუპდა, ანუ პოლიპები, როგორც ვეძახით ხოლმე, ხო, შეშუპდა. ამ დროს ჰაერის ნაკადის ცხვირით სუნთქვის შემთხვევაში ჰაერის ნაკადი რა თქმა უნდა ხო ვერ შედის ისეთი რაოდენობით როგორც შედიოდეს და ამ დროს ხო ხრინავენ ბავშვები, მაგრამ გადავა თუ არა ვირუსული ინფექცია, მერე უბრუნდება ხო ნორმას. ანუ თუ ეს ამას აქვს მუდმივი სახე და ბავშვს ძინავს პირღია მუდმივად, ხო? და ეს წამოჯდომები აქვს, სულ ხრინავს, სულ აჩერებს სუნთქვას, უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ რომც არ იყოს სიმპტომატიკა, როგორც გითხარით, ამერიკის პედიატრიის აკადემია, სადაც 63,000 პედიატრიული სექტორის წარმომადგენელია ჩართული, გვაძლევს კაც რეკომენდაციას, რომ 3-დან 5 წლამდე ჩვენ პოლისომნოგრაფიული კვლევა ყველას უნდა ჩაუტაროთ და რაც შეეხება როგორ და რანაირად გეტყვით, რომ საქართველოში ძილის ლაბორატორია არის კლინიკა ჰელსიკორში ერთ-ერთი, ბატონი ალექსი ჭიკაძე არის ნეიროფიზიოლოგიის სომნოლოგი, რომელიც ხელმძღვანელობს და მასთან ჩვენ 2 პაციენტს ჩაუტარეთ, ასევე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იკვლევენ ძილს. აუცილებელია აქ დავაკონკრეტებ, რომ ეს უნდა იყოს სტაციონარში ჩატარებული ხანგრძლივი ძილის კვლევა, ანუ მთელი ღამის განმავლობაში და არა ხანმოკლე ამბულატორიული, სიტყვაზე 2 საათიანი ჩანაწერი, ხო, აუცილებლად მთელი ღამის ძილი უნდა დაფიქსირდეს. და კეთდება ასევე ხეჩინაშვილში, როგორც გითხარით. სამწუხაროდ დაფინანსების ქავტოროსუდან ნევროლოგიის მაშიც იყო ინსტიტუტში. ვაჟა-ფშაველაზე, ხო? არის დღესაც კიდე რომ გავაგებინოთ. იცით რა არის? მე პირადად რეფერირება არ გამიკეთებია, თუმცა ვიცი რომ იყო, მაგრამ აი პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი თემის ბავშვებს და დასრულებს აქვთ ჩატარებული იმას, თუმცა იქაც კი გამიგია. სამწუხაროდ დაფინანსებას რაც შეეხება, დაფინანსების მიღმა არის ეს საკითხი ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე წარვადგინეთ და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება, ანუ რეფერალური პროგრამა არის ერთადერთი, სადაც შეიძლება ფორმა ასისა და კალკულაციის წარდგენა, თუმცა ბოლოს 2-თან დაფინანსდა და 1-ს უარი მიიღო, ვინაიდან მიზეზი იყო არგუმენტი, რომ ეს არის გეგმიური კვლევა. მაგრამ ჩვენ ზუსტად მაგ ეტაპზე ვართ, რომ როგორმე დაფინანსებაში შევიდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა და აქვე დავამატებ ძილის ობსტრუქციული აპნოე აუცილებლად უნდა იმართოს და უნდა უმკურნალოთ და გეტყვით მოუყვები მშობლებს როგორც რათა მე ჯანმრთელობის პრობლემები ზოგადად გაუარესება არ ხო გულსიზრახთა სისტემაზეც რა თქმა უნდა მოქმედებს ხო მშალბატები და ყველაფერზე აბსოლუტურად ასეთი მანკირი წრე იკურება და დაფინანსება ხო ასევე გამგეობა შეიძლება მიმართონ და იმედი გვაქვს რომ ძალიან მალე ეს საკითხი შეიცვალა, იმიტომ რომ ფასღირებულება არის საკმაოდ მაღალი, 750-დან 800 ლარამდე ჩდება პოლისომნოგრაფიული კვლევა. რომელიც არის ოქროს სტანდარტი, როგორც გვემგზავნა. ოქროს სტანდარტი სხვა შემთხვევაში სხვანაირად ვერ გამოვიკვლევთ, ვერც ბავშვს და ვერც დასრულს და მკურნალობას რაც შეეხება მეგობრებო, გარდა იმისა, რომ თქვი, რომ თუ არის იქ მექანიკური შემაფერხებელი ფაქტორი, როგორც არის გადიდებული ტონზილები და ადენოიდები და იმას ამოვიღებთ, არის ესეთი აპარატი, CPAP აპარატი, ნიღაბი, თანამედროვე აპარატები არის აბსოლუტურად უხმო და არაჩვეულებრივი მრავალფუნქციური რეჟიმი აქვს. ბავშვებს განსაკუთრებით სხვადასხვა ცხოველების ფორმით აქვთ ეს ცხვირზე კეთდება ეს ნიღაბი, ცხვირის კანულა აქვს. იკეთებენ. დიახ, და ესე ცხვირზე ამ ნიღაბს ესეც გაიკეთებს. და ასე უნდა ეძინოთ მთელი ღამე. ამ შემთხვევაში, ანუ ეს დადებითი წნევით, ასე ვთქვათ, მარტივად რო ავხსნათ, აპარატი ეხმარება ცოტა ძალით ჩაწნეხოს, ანუ ჯაგბადი წნეხით ჩაუშვას. ცოტა დისკომფორტულია, ცოტა შეჩვევა უნდა, ზოგადად ჯობია რომ რაც ადრეულ ასაკში ვიწყებთ, უფრო ეჩვევიან, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ განსხვავებას პოულობს ადამიანი, რომელიც იყენებს CPAP აპარატს, აპარატის გამოყენებამდე როგორ ეძინა და როგორ სუნთქავდა და აპარატის გამოყენების შემდეგ როგორ არის. აი, ჩვენ ყავს 23 წლის იყო ივა, რომელსაც დაუნის სინდრომით, რომელსაც ჩაუტარდა ერთ კვლევა და
დასჭირდა CPAP აპარატი. პირველივე დილას აპარატის გამოყენებიდან მან თქვა, რომ სიზმარი ვნახე და მეძინა. აჰა. და იცით რა მე ძალიან სწრაფად იწყება უკვე კონცენტრაციის უნარი უმჯობესდება, მეხსიერება, მეტყველება და არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს. თუმცა არის ცოტა თავიდან შეჩვევის მომენტი, არის ისეთი, რომ ჟანგბადი უნდა ცოტა მოგაწყდეს, რომ ცხვირში ჩავიდეს, ასე ვთქვათ, ხო? და საკმაოდ ძვირადღირებული აპარატია. აქაც ესაც ეს მშობელმა, რა თქმა უნდა, ესეც თავისი შესაძენია, ხო, ეს ტექნიკური ამბავიც რო ვთქვათ. დიახ, საკმაოდ ძვირადღირებულია, მშობლის შესაძენია. ჩვენ გვაქვს საქართველოს დაავადებების ასოციაცია, აქვს გიგოს ფონდი, საქველმოქმედო ფონდი და იუესთვის შეგვეძინა. არა, რა ზანებთ. ჩვენ ფონდიდან შევიძინეთ და თუ ფორმატი გავიძლეო საშუალება შემიძლია რომ თქვა კიდევაც ეს არის Philips-ის არაჩვეულებრივი საუკეთესო აპარატი რომელიც დაჯდა 8000 ლარი, ვინაიდან სტანდარტული ძველი აპარატები ვერ პასუხობენ ყველა იმ საჭიროებას, იმიტომ რომ ეს იმდენად შერწყმულია ადამიანთან ეს ახალი აპარატები, ასე ვთქვათ, ხო, მოდერნიზირებული, რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი მიაყენოს, რაც შეიძლება მარტივ რეჟიმებზე გადაიყვანოს, ცვალოს ეს ისინი და შესაბამისად საკმაოდ ძვირადღირებულიც არის და თუ კვლევები ჩატარდება და მერწმუნეთ რომ უმეტესობას მაინც ჩვენ შვილებს აპნოე დაუდასტურდებათ, მათ შორის ჩემ შვილსაც სავარაუდოდ აქვს უბრალოდ არიჩერებს თავზე, როგორც გითხარით პოლისომნოგრაფიის დროს უნდა გაკეთდეს ეს პატარა ასე თქვათ მავთულები უნდა დამაგდეს თავზე და ეს პროცესი ცოტა არ უყვარს და ცოტა გაგვიხანგრძლივდა ეს კვლევა და აპარატის შეძენის საკითხიც ალბათ დადგება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა იქნება საჭირო, იმიტომ რომ საკუთარი ჩიპიდან ნამდვილად რთულია. კი, ძალიან ჭირს როგორც მოგეხსენებათ არა მარტო თქვენი ასოციაციის, არამედ სხვა ასოციაციას წარმომადგენლებიც ახლა მშობლების ჯგუფი დაგვეთანხმება, რომ არის ვთქვათ ისეთი მდგომარეობები, როდესაც სავალდებულოა ახლა რაღაცაზე რეფერირება და რაღაცა კვლევა განსაკუთრებით აი მაგალითად ეპილეფსიის შემთხვევაში, ანტიეპილეფსიური წამლების დროს წელიწადში ორჯერ ღვიძლის ფუნქციები უნდა გაკეთდეს და იაფი არ ჩდება, ესეც რამენაირად რო უნდა ჩაიდოს, ალბათ მიწოდებული გვაქვს ჯანმრთელობის ისევე როგორც ახლა თქვენ ბრძანებთ, რომ მაგ ამბავე სიტუაციაში ატყობინეთ და სავარაუდოდ შეიძლება ყველაფერი დადებითად გადაწყდეს. ეხლა იცით რა მაინტერესებს და ალბათ მშობელსაც დაინტერესებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვათ ეს მეთოდიკა არ მუშაობს, შეიძლება თუ არა ვთქვათ მე რაღაც მედიკამენტოზურად ცოტა ხან მაინც დავეხმაროთ ბავშვს, სანამ შევაჩვევთ აი ამ კანულას, ვთქვათ, შეიძლება დროებითი ალბათ არსებობს რაღაცა სპრეი, ალბათ ადრენომიმეტიკების რაღაცა ჯგუფი, რომელიც ვთქვათ გარკვეულ პერიოდში ალბათ ვირუსული ინფექციების დროს გვეხმარება, მაგრამ მუდმივად არ შეიძლება მათი ხმარა, ხო სწორია. იცით, კაპტოიმა, სამწუხაროდ რაღაცა სხვა ალტერნატიული მკურნალობის მეთოდზე ეს მსოფლიო ექსპერტები მაინც არ საუბრობენ და ესე ოქროს სტანდარტად და ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სამკურნალო და მეთოდად ისევ CPAP აპარატია, თუმცა ჩემთვისაც იყო ეს სიახლე 14 მარტს, როდესაც ბრაიან სკოტკო, მასაჩუსეტსის ჰოსპიტალის ექიმი პროფესორი ჩაერთო, გაგვანდო რომ არის სიახლე, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოში ჯერ ამის გამოცდილება არ აქვს. კეთდება ასე ვთქვათ, აი აყენებენ მკერდში თუ გახსოვთ რომ გვიზიარებთ ამ გამოცდილებას ეს ელექტროდივით ხო რომელიც ხო რომელზე თით საჭერს მშობელი ღამე და ის ანუ იმპულსის გადაცემას ახდენს და ჩასუნთქვას ხელს უწყობს და ერთ-ერთი მოდერნიზებული თანამედროვე მეთოდი ამერიკაში ნელ-ნელა ინერგება ესეც თუმცა აქ ოპერაციული ჩარევა ხო საჭირო უნდა ჩაიდგას და დაყენდეს ეს იმპულსის გადამცემი აპარატი.
დიახ. მედიკამენტურ მკურნალობას რაც შეეხება, არანაირი ერთადერთი როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ თუ ვირუსული ინფექციის ფონზე არის გამწვავებული სიტუაცია, ნუ ადგილობრივი გამოყენების ჰორმონალური სპრეები, რასაც ვიყენებთ ხოლმე ბავშვებთან, რომ ეს ადენოიდების შეშუპება ჩაცხრეს და გამავლობა ლორწოვანისა აღდგეს და დავეხმაროთ ამითი, თორე დანარჩენად ესე მუდმივად რომ რაღაცით შეევძლოთ, ამის მედიკამენტური მკურნალობა არ ხდება. კარგით და დღეს ხან იცოდა ერთ-ერთმა ჩემმა ესე იგი პაციენტის დედამ, რომ ამ თემას შევეხებოდით, ეს კითხვა წინდაწინ დაასვა და ეხა გავაჟღერებ, რას გვეტყვით ეს ჩვენი კოლეგები უცხოელები, რას ფიქრობენ, ან ხომ არა გაქვთ გამოცდილება, ენისქვეშა ნერვის ქირურგიული სტიმულაცია, რომელიც ამ მოდუნებულ კუნთებს თითქოს ტონუს უბრუნებს. აი რაღაც ახალი თანამედროვე მიდგომა, მაგრამ ხო არ გაკეთებულა ჯერ ჩვენთან, ან რამეს ხო არ მოგვიწოდებენ ჩვენი კოლეგები? დაუნის სინდრომთან დაკავშირებით არაფერი არ არის ამაზე, არანაირი, ერთადერთი ისევ და ისევ მოწოდებაა, რომ უბრალოდ ვივარჯიშოთ, მეტყველება, ენის ვარჯიში, ღეჭვის სტიმულაცია. სხვა მეთოდებზე საუბარი მუდმივად ვეცდებით. ყველა კოლეგას და ვებინარებსაც ჯერჯერობით არ არის, თუმცა კონკრეტული კითხვა, რომელიც თქვენს პაციენტის შობილს აქვს, შეგვიძლია რომ ჩვენ ბატონ ბრაენს მივწეროთ და შეიძლება იყოს რამე რაც ჩვენ არ ვიცით და ვებინარებზეც არ იყო გაჟღერებული. დიახ, კარგი იქნება თუ არ შეგაწუხებთ და კი ბატონო, თუმცა ხო ამაზე გაიდლაინშიც არაფერი არ არის. ესე იგი ჯერჯერობით ეს რაღაც თვითონ როდესაც სხვა მეთოდები უეფექტოა, თვითონ ამასაც აკეთებენ. კარგი, დიდი მადლობა რომ ამას გააჟღერებთ თქვენ და მე მივიღებთ დიახ პასუხს. კარგი, თქვენ გააგრძელეთ კავტორუსუდან ცოტა ხან არ არის კითხვები და აი გაიდლაინში სხვათა შორის აი სულ ამბობ ხოლმე ეს მარტო ბავშვებთან არის დასრულებთანაც ხო სულ არის და აი აბსოლუტურად ყველა თავი რომელიც მთავრდება და საუბარია ჯანმრთელობის პრობლემაზე ყველგან გვახსენებენ გამორიცხეთ ცილის ობსტრუქციული აპნოე, გამორიცხეთ რკინის დეფიციტი. ანუ ეს ორი, როდესაც არის ქცევითი დარღვევები და უკვე დასრულებში მიდის ფიქრი, რომ აქ ხომ არ არის რაღაცა მენტალურ ჯანმრთელობასთან ან ფსიქიკურ ჯანმრთელობის საკითხებთან პრობლემა, მანდაც პირველი არის მოწოდებული, რომ ცილის ობსტრუქციული აპნოე გამოვრიცხოთ, რომელსაც შეიძლება აბსოლუტურად შეცვალოს მდგომარეობა ხო პაციენტისა და რაზე მინდოდა კიდე გამახვილებინა ყურადღება თქვენის ნებართვით. კი ბატონო, გისმენთ ყველა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ჩვენი ამერიკელი ექსპერტები, გაიდლაინში ყოველთვის ეწერა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ძალიან მწირია ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ დაუნის სინდრომის ახასიათებს დუალ დიაგნოზი, ორმაგი დიაგნოზი, როდესაც არის აუტიზმი და დაუნის სინდრომი ერთდროულად ერთად წარმოდგენილი. ეს არ არის ხშირი, მაგრამ არის. და დიფ დიაგნოსტიკა, ანუ განსხვავება ხო, არ არის მარტივი მესმის, მაგრამ მოგვიწოდებენ, რომ ყველა ექიმთან ყველა ვიზიტის დროს MCHAT ეგრეთ წოდებული არის შესფასების ინსტრუმენტი ექიმებისთვის, რომლებმაც უნდა შეავსონ ეს კითხვარი, რომ ნახონ ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ არის თუ არა აუტისტური სპექტრის ნიშნები, რომ დროულად ჩაერთოს ბავშვი ABA თერაპიაში და ეს როგორც მახსოვს, ბონი ძველში არიდო, ხო? ძველში იცით MCHAT-თან დაკავშირებით ესე კონკრეტულად არ ეწერა, მაგრამ აუტიზმზე იქაც ეწერა, რომ dual diagnosis არის და სხვათა შორის დასრულებშიც, აი ბატონი ჯონატან სანტორო ნევროლოგიც რო ჩაერთო და რეგრესიის სინდრომზე საუბრობდა, ის თუ ძალიან საინტერესო თემაა. ისიც ამახვილებდა ამაზე ყურადღებას, რომ აი უკვე დასრულობის დროსაც შეიძლება თავი იჩინოს და ამიტომ აუტიზმი არის ის, რასაც უნდა დიდი ყურადღება მივაქციოთ და დროულად ჩაერთოს ბავშვი და დასრულიც თერაპიებში და მიიღოს მხარდაჭერა, რაც მისთვის აუცილებელია, ხო?
დიახ, იმიტომ რომ დავამატებდი თქვენის ნებართვით, რა ძირითადად თქმა უნდა. მშობლებო, რომ თუ თქვათ დაუნის სინდრომის დროს მუდმივად ბავშვს დასრულს ჭირდება ფიზიკური აქტივობა, რეაბილიტაციის პროგრამაში დიახ. ყოფნა, მეტყველების თერაპია, აი ეს ახლა რაც ქაბნა რუსუდანმა გააჟღერა, გვაძლევს საბაბს, რომ ჭირდება სხვა ტიპის თერაპიაც და ესეც უნდა იყოს, ესე იგი, გათვალისწინებული, რომ ეს ABA თერაპია თუ სხვა სახის თერაპია, თუ ეს აღმოჩნდა დამატებით დიაგნოზად და კომორბიდულ ამბად, დიახ. მაშინ აი ეს თერაპიაც აუცილებლად დაგვემატება, ხო სწორია, სავალდებულოდ. კი ბატონო. იცით, ზოგადად ხშირად თვალსაჩინოა ხოლმე, როდესაც არის დუალ დიაგნოზი. რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მოგეხსენება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ძალიან ისეთი, აი, ჰიპერკომუნიკაბელურები შეიძლება ითქვას, ძალიან კომუნიკაბელურები არიან და იცით, თვალსაჩინოა ხოლმე, აი ეს თვალით კონტაქტი, როცა არ აქვს ან რაღაცა განსხვავებული ქცევა. უმეტეს შემთხვევაში მშობლები სულაბ ჩვენ ვართ ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ჯანსადარებაზე და აუცილებლად პირველები ხვდებით თუ რამე არ არის წესრიგში. ან ინტუიციურად, ან გამოცდილებით ვაკვირდებით და უბრალოდ ეს ინფორმაცია უნდა გქონდეს, რომ არის ამის ალბათობა, ხო? და აქვე დავამატებ რაღაცა აუტიზმს შევეხეთ დასრულებთან დაკავშირებით და ბავშვებთან დაკავშირებით. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ახასიათებთ საკუთარ თავთან საუბარი. self-talks ეძახიან და ასევე აკვიატებასაც ვერ ვიტყვი, აი ეს groove არის რუტინული ქცევა, რომელიც არ არის განმეორებითი ქცევები, რომელიც არანაირად არ არის სახიფათო, ეს არის თვითსტიმულაცია, დამამშვიდებელი პროცესი, რომელიც პირიქით ეხმარება ჩვენ შვილებს, რომ სტრესს გაუმკლავდნენ, რაღაცა ფორიაქს გაუმკლავდნენ, მარტოობას გაუმკლავდნენ და არამც თუ არამც არ უნდა ჩაითვალოს ეს, რომ აქ არის რაიმე ტიპის ფსიქიკურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე, ხო? ეს არის ჩვეულებრივი მომენტი და ეს ამაზე გვიმახვილებენ ყურადღებას, რომ ეს რუტინული განმეორებითი ჩვევა შეიძლება მათ და ჩვენ საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ, ხო? მაგალითად, როგორც არის ხელის დაბანა სახლში შემოსulis დროს ფეხსაცმლის გახდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იმახსოვრებენ და მე გადააქვთ ეს რუტინაში. ზოგადად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსაც და დიდებსაც არ უყვართ რუტინის დარღვევა და რუტინას არიან მიჩვეულები და ანუ საკუთარ თავთან საუბარი თუ შევამჩნიეთ ბავშვებთან, ესეთი გამოგონილი მეგობრები ყავთ, ეს არ უნდა ჩავთვალოთ პათოლოგიად, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ სოციალიზაციას ხელს უშლის და ეს მუდმივად არის ყველა აქტივობაზე, თერაპიაზე, სკოლაში და სულ ამ დროს შეიძლება რა თქმა უნდა სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა. მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს არის ნორმა და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აქ არის რაღაცა საგანგაშო მდგომარეობა, ხო? ესეც მინდა რომ დამემატებინა, ხო? კი, ძალიან კარგი, რომ ესეც გვიხსენეთ. აი ესეთი კითხვა უნდა დაგისვათ თქვენ როგორც მშობელს და თქვენი ასოციაციის თანამშრომლები, ვინც ბრძანდებით და დიდი ეს თქვენი თემის წარმომადგენლები, რომლებიც ხელმძღვანელობთ ამ დიდ თემს, ეს იგი ხომ არ იყო ისეთი სამედიცინო განსხვავებული საკითხები შეხვედრიათ, თქვათ, რაც ყურადღებას მოითხოვდა, თითქოს არ ველოდებოდით, თითქოს არ გქონდა, თქვათ, ამ გაიდლაინებით და არ ვიცოდით, რომ ეს გასაკეთებელი გქონდა. ან ხომ არ გქონიათ ასეთი კონკრეტული რაღაცა, პრაქტიკული რჩევა, რომ ისეთ მშობელს, თქვათ, ხო ვერ იხსენებთ ან თქვენ გარშემო ასეთ სიტუაციას, გარდა იმისა, რაზეც, თქვათ, უკვე ვისაუბრეთ. ვიცით რა არის, ესე გამოკვეთილად ესე ნამდვილად ვერ ვიტყვი, ერთ-ერთი რასაც ხალხს გაუხსნევ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ აი კლუბშიც და ჩვენ ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც უწევთ, რა თქმა უნდა, და მხარდაჭერას მშობლებს, ხშირად 10-12 წლის ბავშვები ყავთ, რომელთანაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არ იყო გამოკვლეული 12-10 წლის მანძილზე და მოგეხსენებათ წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევა და ბავშვებთან იყო, რა თქმა უნდა, ვისთანაც გავაკეთეთ უმეტესობასთან ჰიპოთირეოზი. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა არ არის გამოკვეთილებული მხედველობა, იმიტომ რომ ზოგჯერ მგონია მშობლებს, რომ ჩვენ შვილებს
არ აქვს ხედელობის პრობლემა. მაგრამ ეს ასე არ დგინდება, დამეთანხმებით ქალბატონო ირმა, იმიტომ რომ უნდა ექიმმა შეამოწმოს, მოხდეს დიაგნოსტიკა სპეციალური აპარატით და მოკლედ მთელ პროცედურას მოითხოვს, შორსხედელია, ახლოხედველია თუ თვალის სხვა დაავადებებს აქვს ადგილი, ეს აუცილებლად ბავშვთა ვიწრო სპეციალისტმა ოფთალმოლოგმა, ან დასრულთა ოფთალმოლოგმა უნდა ჩაატაროს. და ჩვენ არ უნდა დავეყვნოთ ჩვენ ვარაუდს, რომ მაგალითად ჩვენი შვილი კარგად ხედავს, ან ცუდად ხედავს, ან კარგად ესმის, ან ცუდად ესმის, ეს აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული, ხო? ამას დავამატებდი კიდე, ხო? მადლობთ, რომ გვიპასუხეთ ამაზე. კიდე იცით ასეთი კითხვა მე პირადად მაინტერესებს, ნუ ნეონატოლოგად მუშაობდი, არ კიდევ ნეონატოლოგი პირველადი პროფესიით სამშობიაროში. ჩვენ დროს არ იყო დიახ, არც თუ ისე დიდი ხანის წინ, მაგრამ ეხლა ხომ არ არის, თქვათ, რაღაცა, ან ბუკლეტი აქვს ექიმს, რომელიც იმ წუთში ეს პირველი სტრესი, ეს პირველი ემოცია, ეს ყველა მიცი და ეხლა ამ თემას მე ვფიქრობ, დღეს არ ღირს შევეხოთ, იმდეჯელა ვართ ამაზე შეხებული. ხომ არ არის აი ექიმისთვის, უცებ დაიბნა, უცებ მშობელს უთხრა, რომ აი გენეტიკოსი ჭირდება თქვენ ბავშვს. იქვე ხომ არ ფიქრობთ თქვენი ასოციაცია, რომ რაღაცა ბუკლეტი თქვა სამშობიაროში დატოვოს, რომ ექიმს მიეხმაროს, მედიკს მიეხმაროს, რომ აი რაღაცნაირად თვითონაც მარტივად უცებ პირველი გზა მისცეს, პირველი მიმართულება მისცეს, გარდა იმისა, რომ წამბზანით გენეტიკოსთან, რომელიც ეს ვიცით, რომ ამას არ ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გარკვეული პერიოდის წინ ქონდა ჩვენ სამშობიაროში ქონდა შეხვედრები და წლების წინ და ბუკლეტების დარიგებული და ახლა გაკეთდა განვაახლეთ ეს პატარა ასე ვთქვათ ბროშურები, რომლებიც გვინდა რომ ასევე დავარიგოთ, აი აჭარაში იყო რაღაცა ნაწილი დავარიგეთ, რომ სამედ დაწესებულებებში იყოს, რაც გაუმარტივებელია ოღონდ მშობლებისთვის ცალკე და ექიმებისთვის კიდევ ცალკე, ანუ ექიმმა შეძლოს რეფერირება უკვე იმის მიხედვით თუ რა საჭიროებები აქვს და რაღაცა ინფორმაცია იყოს წირი ნამდვილად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა, იმიტომ რომ სამშობიაროში ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჭირდება მშობელს ინფორმაციულიც, ემოციურიც და აქ ერთადერთი არის ხოლმე ასთა სხვადასხვაობა, ზოგჯერ მშობლები ძალიან ბუნებრივია ყველამ გავიარეთ ეს პროცესი სტრესში არიან და შეიძლება ბუკლეტი და რაღაცა ინფორმაციის მიღების მზაობა ზოგს აქვს ხოლმე, ზოგს არა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია იქ უნდა იყოს და სრული შემთხვევაში უნდა მიუბრუნდნენ. დიახ, სჭირდება ეს ექიმსაც სჭირდება, ნუ იცით რა შეიძლება ხა ვიწროთ სპეციალობაში, ძალიან ძლიერია თავის ვიწროთ სპეციალობაში და რა თქმა უნდა ხო არის მოსაზღვრე მდგომარეობები guideline-ებს კარგია რომ ყველაფერს უბრალოდ შეიძლება ვერ ვახერხებთ. რა თქმა უნდა, ყველა guideline-ის ცოდნა შეუძლებელია. დიახ, თუმცა ეხლა თანდაყოლილი პრობლემების guideline-ები ალბათ ვალდებულები ვართ, რომ ვინც ნამუშევარები ვართ და მუშაობთ, რომ ვიცოდეთ, მაგრამ ეს დიდი საქმეა, თუ ეს თქვენ წამოწყებული გაქვთ და უკვე ნამდვილად ვაპირებთ, ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ვცდილობთ სულ იცით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობლებს ქონდეთ ინფორმაცია და ასევე ექიმებს. აი ერთმანეთის შევსების თვალსაზრისით პირველ რიგში როგორც გითხარით მშობელი როგორც შვილისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფი რომ სულ იყოს ყურადღების ქვეშ და ანუ მონიტორინგი აწარმოოს და იმ შემთხვევაში თუ ექიმი რომელიც ძალიან დატვირთულ რეჟიმში მუშაობს და უბრალოდ შეიძლება მართლა განახლებულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვევ განსაკუთრებით რეგიონებში, მშობელი ავსებდეს ამ ინფორმაციას, ექიმი პირიქით მშობელს, ამიტომ ორივე ჯგუფთან, ანუ მშობლების ჯგუფთანაც და ექიმების ჯგუფთანაც ეს ინფორმაცია როგორ უნდა მოხდეს ჯანმრთელობის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გავრცელდეს თანაბრად ინფორმაცია, ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ვინაიდან თავიდან ავირიდოთ ისეთი ქართულებები და ის პრობლემები, რაც შეიძლება რომ ადრეულ ეტაპზევე მოგვარდეს, ხო? მით უმეტეს დამეთანხმებით ალბათ, რომ აი უმეტესობა, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ხო, მართვადია და არ წარმოადგენს პრობლემას, ხო, ერთ მედიკამენტის დანიშვნით, ჩვენ მდგომარეობას ვასწორებთ, იგივე მხედველობის პრობლემა, ხო? ვაჩვევთ ბავშვს თავიდანვე სათვალეს თუ საოპერაციო ოპერაცია და აბსოლუტურად ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც ქცევის, ისევე არ ვიცი, აი აბსოლუტურად ყველა პრობლემა ხო ბავშვის ცხოვრებაში.
ხშირად აქვს თქვა რუსუდან ხო არ დაგღალეთ ძალიან. არა, რა ზანებთ პირიქით, კარგად, რკე. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და თუ შეიძლება კიდე გავისარგებლებ ამ შესაძლებლობით და დაგისვამ კითხვას. ხშირად აქვთ მშობლებს მოლოდინები, რომ ხომ არ ვეტყვით ჩვენ ექიმები, რომ აი ვთქვათ განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები, აი ვთქვათ კონკრეტულად ეს კლინიკა ემსახურება. ამის წინ მქონდათ ეხლა გინეკოლოგი ყავდა მოწვეული და კითხვა იყო, რომ არის ადაპტირებული, სადმე რო წავიყვანო ჩემი გოგონა, ადაპტირებული ეს სავარძელი, ანუ ეს იარაღები, ეს მიდგომის წესი. აი იგივეს დაგისვამდით, ალბათ თქვენ არა მარტო მე მშობლებს აინტერესებთ ეს, რომ ხომ არ არის სადმე ან პოლიკლინიკა სავადმყოფო. ეხლა ალბათ უხერხული იქნება, რომ რომელიმე ერთი მათგანი დავასახელოთ, მაგრამ მე როგორც გავაჟღერებ ხოლმე სამწუხაროდ თუ საბენიეროდ ასე არ არის, შეგიძლიათ მიბრძანდეთ რამოდენიმე თვალის კლინიკაში თქვენ თუ არაფერს დაგვემატებდით ახალ ინფორმაციას. იცით რა არის ქავტო, აქაც ცოტა ესეთი მიდგომა, უბრალოდ ყველას ურჩევ ხოლმე თვითონ გაიდლაინშიც გვეუბნებიან, რომ აუცილებლად გადაამართეთ ბავშვების და დასრულებით იმ სპეციალისტებთან, ვისაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და ჯანმრთელობის პრობლემებთან ყველაზე დიდი შეხება და ჩვენს, ანუ ჩვენი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, ვიცნობ და ვიცით სიტყვაზე ვისთან შეიძლება გადავამისამართოთ, სადაც არ იქნება არც კომუნიკაციის სირთულე, არც იცით მოგეხსენებათ რომ პრობლემაა ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობაც, არ იქნება ტრავმირებული მშობელი და რაც მთავარია, იქნება მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებს ბავშვი, ხო? ამიტომ აი მაგალითად ერთ სივრცეში, როგორც ეს ამერიკაშია და არის კლინიკები, სადაც ყველა მომსახურებას დაუნის დროის მქონე ბავშვი მიიღებს, სამწუხაროდ ჩვენთან ჯერ არ არის. გულის პათოლოგიებისთვის, ანუ სულ ჯოინში ხდება რეფერირება და ჯოინი გარდა იმისა, რომ მაღალ კვალიფიციური ექიმებით არის დაკომპლექტებული, მოგეხსენებათ, იქ ფსიქოლოგებიც მუშაობენ და მიდგომა არის აბსოლუტურად სხვანაირი, ბავშვის ემოციურ მდგომარეობას ითვალისწინებენ, რაღა თქმა უნდა და არის ძალიან კომფორტული და მნიშვნელოვანი, რომ სტრესი არ მიიღონ ბავშვებმა. და ნუ ხო არის კლინიკები, მაგალითად არის ხედველობაზეც თვითონ ახალმზერაშიანი ჰოსპიტალში ვამისამართებთ ხოლმე, როგორც გითხარით, პოლისომნოგრაფია ძილის კვლევაც უმაუნ კლინიკაში გეტდება, თორე აი ესე რომ ვთქვათ, რომ ერთი ადგილი სადაც ადაპტირებულია და ყველა იმას მივიღებთ სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოში ამის საშუალება არ არის, ვცდილობთ რომ გადავამისამართოთ იმ ექიმებთან, ვისაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ, პრაქტიკული გამოცდილება ჩვენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებთან, ან ენდოკრინოლოგებთანაც როგორ ჩემო ხოლმე, ანუ ვისაც ყველაზე დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს, ბუნებრივია, გურჩევნია რომ მასთან მივიდნენ, რომ არაფერი არ იყოს ისეთი იმის მიღმა გაურკვევლობაში რომ არ დავრჩეთ, ხო? და ერთზე დავამატებდი რომ აი ამ სამკვლევს მშობლებს გაუგზავნი, არა რაზანებ პროტოკოლში არის ცხრილი, რომელიც მშობლებსაც ცალკე გვაქვს. ამ ცხრილში ძალიან დეტალურად წერია და ძალიან მარტივია, რომ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ კვლევას, რკინის, ანუ ანემიის კონტროლი იწყება წლიდან. ყოველწლიურად როგორ წესი და დავიმახსოვროთ უნდა ჩვენ მშობლებმა რომ გვაქვს თუ არა, აქვს თუ არა ჩვენ შვილებს რაიმე სიმპტომი ან ნიშანი იმისა, რომ შეიძლება ანემია, ანუ დეფიციტი გვაქვს, ანუ ყველა მიზეზის გარეშე ჩვენ ამ კვლევებს მაინც ვაკეთებთ და უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება 4, 5, 6 წლის მანძილზე არანაირი ლაბორატორიული ცვლილება არ იყოს, ყველაფერი ნორმაში იყოს, მაგრამ შემდეგ წელს, როგორც გითხარით, ალბათობა გვესდება, რისკები იზრდება და ამიტომ სულ უნდა თვალყური ვადევნოთ და ვაკონტროლოთ ჩვენი შვილების მდგომარეობა იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და განავითარონ თავიანთი უნარჩვევები და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. წევრები იყვნენ. თქმა უნდა. იმიტომ რომ თქვენი ასოციაცია ძირითადად მომართულია ამისთვის, რომ ბევრ რამეს უკეთებთ ბავშვებს და მართლა ძალიან კარგია ეს თუ გნებავთ ეს თქვენი ფონდიც, რასაც ხელმძღვანელობთ და შესაბამისად ჯილდოც დაჯილდოვდით და გილოცავთ კიდე ერთხელ ამას.
კარგით, კაპიტალოსიდან ძალიან დიდი მადლობა თქვენი პირიქით მადლობა, რომ დროისთვის. თუ რამე გნებავთ კიდევ რომ გააჟღეროთ ჩვენი მშობლებისთვის, თუ არა და თუ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ იწერება ეს დღევანდელი ლაივი, ვინც ვერ მოახერხა დღეს ნახვა, მას შეუძლია შემდგომში ნახოს, თუ რამე კითხვა დაებადება, ჩვენ დავუსვამთ კაპიტალ რუსუდან, კაპიტალ ნანას და სხვა ექიმებს, ვინც ორგანიზაციის ახლობლები არიან და მეგობრები, და პასუხები აუცილებლად დაგვიბრუნდება. ერთადერთ რასაც დავამატებდი, რომ გამავიწყდა და მე თქვა იმისთვის, რომ მშობლებს ხშირად გვაღელვეს ხოლმე ეს საკითხი, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, ანუ წონის და სიმაღლის კრიტერიუმები აქვთ ცოტა განსხვავებული, ვიდრე სინდრომის არ მქონე ბავშვებს, ხო? შესაბამისად, აი ხო ღელავს ხოლმე მშობლები, რომ იცით, ჩემ შვილის წონა არ შეესაბამება ასაკს, სიმაღლე არ შეესაბამება. ამისთვის არსებობს დიაგრამები, დიაგრამები ჩვენ ქართულადაც ანუ გადმოვა ქართულად, ასე რომ ვთქვათ, პროტოკოლს თან ახლავს, რომ ექიმსაც კონდეს, მშობელსაც კონდეს და არ უნდა ვინერვიულოთ, ვინაიდან ჩვენი შვილებს აქვთ თავისი წონისა და სიმაღლის და თავის გარშემოწირვის ესეთ დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, მონაცემები და არ უნდა ვიღელვოთ ამაზე. მაგრამ აკონტროლოთ პერიოდულად. აკონტროლოთ პერიოდულად. ბუნებრივია ამ ცხრილების მიხედვით, ხო? ნუ აი ეს შესაშური საქმე არის მართლა და დაგვეთანხმებიან ახლა ის მშობლები, რომელთა შვილებს სხვა დიაგნოზი აქვთ და სამწუხაროდ ნელ-ნელა ჩვენ სახელმწიფოდ ემზადება, რომ ყველა განვითარების შეფერხების ესეთი პროტოკოლი და გაიდლაინი ნელ-ნელა შეიქმნას, ადაპტირდეს, გადმოითარგმნოს. მაგრამ ნუ ეს უკვე რომ მეორეჯერ ხდება განახლება და უკვე როგორი პროგრესული ამბავია და მოსალოცი ამბავია თქვენი ასოციაციისთვის, თქვენი ორგანიზაციისთვის და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ასალმებთ, პირიქით ძალიან დიდი მადლობა. უამრავი დეტალია ამ ჯანმრთელობის საკითხებში, მაგრამ ამას ყველას ვერ მოვიცავთ ბუნებრივია ერთ საათში. თუ გაჩნდა კიდე სურვილი და ბევრი კითხვები, შეგვიძლია კიდე შევხვდეთ და თქმა უნდა. ალბათ არ დავგზარდებით, ან შეგვახვედრებთ ვინმეს კიდე თქვენ კოლეგებს. მადლობია. დიდი მადლობა, გემშვიდობებით, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და პირიქით დიდი მადლობა თქვენ ყველა მსმენელს და ბედნიერი შაბათ-კვირა, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა ჩვენ შვილებს, ჩვენ და ყველას. დიდი მადლობა, გემშვიდობებით. წარმატებები, კარგად ზანდებოდეთ.